გადავშალოთ ბიბლია. დღეს მოვუსმინოთ სოლომონ ბრძენს. იგავები 22 თავი, მე-13 მუხლი. იგავები 28:13. ვკითხულობ ერთ-ერთი თანამედროვე თარგმანიდან. ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო მოწყალეო, მადლობას გწირავ ჩემი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს სინათლე და გაცხადებული შენი ნება. მოგვანიჭე, რათა შენი სული წმინდის შეწევნით ჩავწვდეთ შენი სიტყვის ჭეშმარიტებას. გვიბოძე, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს. დამრწმენი დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე და ვაუწყოთ ეს რწმენა ქვეყანას. იესო ქრისტეს ჩვენი უფლის მიერ გევედრებით. ამინ. როგორ ვაღწევთ თავს ჩვენი ცოდვებისგან? როგორ ვუმკლავდებით ჩვენს ბრალს? ძველი ბერძენი დრამატურგი, ტრაგედიის მამა ესქილე თავის ერთ-ერთ ტრაგედიაში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია სახელწოდებით მავედრებელი ქალები, ალაპარაკებს მეფეს. მეფე ამბობს ამ ტრაგედიაში, უმჯობესია დავრჩე უმეცარი, ვიდრე ბოროტებაში გაწაფული ბრძენი. ეს სიტყვები ესქილეს ტრაგედიიდან ეხმიანება იესო ქრისტეს სწავლებას, ახალი აღთქმის სწავლებას, იმის შესახებ, რომ ჩვენ ბოროტის მიმართ უნდა ვიყოთ ბავშვები, უმეცრები, მაგრამ სამწუხაროდ სულ სხვანაირად ვიქცევით. ჩვენი სიბრძნე მდგომარეობს ბრჭყალებში, სიბრძნე, რა თქმა უნდა. არა მარტო ცოდვების გაკეთებაში, არამედ ჩვენს საშუალებებში და მეთოდებში, როგორ დავიხსნათ საკუთარი თავები ცოდვებისგან, როგორ მოვიშოროთ ბრალი. ჩვენ მიერ წაკითხულ ტექსტში სოლომონ ბრძენი ამბობს, რომ არსებობს ორი გზა. ერთი ადამიანური გზა და მეორე ღვთაებრივი გზა. ადამიანურ გზას ქვია დანაშაულის დამალვა. ხოლო ღვთაებრივ გზას ქვია დანაშაულის აღიარება და მიტოვება. მაგრამ როგორ ვმალავთ ჩვენს დანაშაულს? როგორ ვფარავთ მას? ესაი ამბობს, რომ ჩვენი გზები და ღვთის გზები განსხვავდება ერთმანეთისგან. ღვთის აზრები და ჩვენი აზრები განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დანაშაულის დამალვით, დაფარვით გავანადგურებთ მას, მოვიშორებთ მას, თავს დავაღწევთ მისგან. და გვეშველება ამით. აღარ გვექნება ბოლოს და ბოლოს ეს ცოდვა.
მაგრამ ეს ჩვენ მიერ არჩეული გზა, ეს ჩვენი აზრია, ეს ჩვენი მიდგომაა. ჩვენი აზრი განსხვავდება ღვთის აზრისგან, ჩვენი გზა და მეთოდი საშუალება განსხვავდება ღვთის მეთოდისგან, გზისგან და საშუალებისგან. ვიდრე უშუალოდ ვიტყოდით, რანაირად ვმალავთ, რანაირად ვფარავთ ჩვენს ცოდვებს, ბიბლიიდან ხომ არ გახსენდებათ შემთხვევები, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით დამარხეს და დამალეს ცოდვა, მაგრამ მაინც ვერ უშველა ამ დამალვა. მე მგონი ყველას გვახსენდება იესონავის წიგნიდან ყაქანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით დამალა თავისი ცოდვა. თუ ნივთიერი სახით ვიტყვით, მოპარული ნივთი. ეს იყო მისი ცოდვა, რომელიც მან დამალა და იფიქრა, რომ ვერავინ ვერ გაიგებდა ამის შესახებ. მეორე შემთხვევა. ხარ გახსენდებათ კიდევ პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც დამარხეს და დამალეს ცოდვა. მაგრამ იგივე მოხდა. ცოდვა გამოაშკარავდა და დამალვამ, დაფარვამ ვერ უშველა. ანანია და საფირა, რაც თქვენ თქვით, კი, მაგრამ მე ვამბობ, აი ძალიან უხეშად პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც ყაქანმა დამარხა ცოდვა. ანანიამ საფირამ დამალეს, მაგრამ არ წერია, რომ დამარხეს სადმე. დაიტოვეს, მოატყუეს. ხარ გახსენდებათ ძველი აღთქმიდან გეხაზი, ელისეს მსახური, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით დამარხა. და როდესაც მისმა ბატონმა ელისემ შეეკითხა, სად იყავიო? მოიტყუა კიდეც. თქვენ იცით შემდეგ რა დაემართა ყაქანს და რა დაემართა გეხაზის. ერთი განადგურდა, მოკვდა, ხოლო მეორე დაავადდა, ავადმყოფი გახდა. ასე ემართება ადამიანებს, რომლებიც მარხავენ თავიანთ ცოდვებს, რომლებიც ირჩევენ ადამიანურ გზას ცოდვასთან გასამკლავებლად. ისე უბრუნდებით ჩვენს ძირითად ტექსტს, იგავების 28:13. თავისი დანაშაულის დამფარველი, თავის დანაშაულთა დამფარველს წარმატება არ ექნება. ან როგორც წავიკითხეთ, ვინც მალავს თავის დანაშაულს, ხელი არ მოემართება. ეს არის ადამიანური გზა. მინდა დავასახელო 5 გავრცელებული ადამიანური გზა და საშუალება ცოდვების, საკუთარი ცოდვების დამარხვისა, დაფარვისა. 5. კარგი იქნება თუ ჩვენ დღეს დავფიქრდებით ამაზე და არ დავადგებით ადამიანურ გზას, არ მოიქცევით ადამიანური ფიქრით, ზრახვით, არამედ ღვთაებრივი გზით, ღვთაებრივი ზრახვით შევეცდებით ჩვენი დანაშაულის, ჩვენი ცხოვრებიდან აღმოფხვრას. პირველი ძალიან გავრცელებული საშუალება, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ცოდვების დაფარვას, ეს არის ცოდვის მინიმიზირება. რას ნიშნავს? როდესაც ჩვენ ვამცრობთ ცოდვის არსსა და მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში და ვამბობთ, დიდი არაფერი არ გამიკეთებია. ან დიდი ხნის წინ გავაკეთე. ორი გზით ხდება მინიმიზირება, ძვირფასებო.
ერთი, როდესაც ჩვენ ცოდვის ზომას ვამცირებთ, მის ზომას, მის სიმძიმეს ვამსუბუქებთ და მეორე, როდესაც ჩვენ გონია თუ ცოდვა ჩადენილია დიდი ხნის წინ, ის გამქრალია ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენი სინდისიდან და ღვთისაგან. ჩვენ არა მარტო ღვთის წინაშე და ღვთისაგან ვმალავთ ცოდვებს, ჩვენ ვმალავთ ცოდვებს სხვებისგან და აგრეთვე საკუთარი თავისგანაც. რა თქმა უნდა, ყველანაირი მცდელობა დამალო ცოდვა ღვთისაგან არის წარუმატებელი. ყაკანს ეგონა, რომ დამალავდა თავის ცოდვას, ისეთ ადგილას დამარხა, რომ ვერავინ ვერ გაიგებდა ეგონა. იგივე გააკეთა გეხაზი. მას ეგონა, რომ ელისე მისი ბატონი კი იყო წინასწარმეტყველი, მაგრამ ყველაფერი არ იცოდა. ადამიანი შეიძლება დაემალოს სხვა ადამიანს, როგორც გააკეთა ეს ყაკანმა გეხაზი. მაგრამ შეუძლებელია დაემალო ღმერთს. მაშასე, როდესაც ჩვენ ვმალავთ ცოდვას, ჩვენ ვმალავთ მას, ვუმალავთ მას, ღმერთს ვუმალავთ მას, სხვებს და საკუთარ თავსაც კი. პირველი რეაქცია ადამიანისა ცოდვით დაცემის შემდეგ რა იყო? პირველი რეაქცია, როდესაც ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანმა მოისმინა ღვთის ხმა. ეს იყო დამალვა. ცოდვილი დაემალა ღმერთს. ეს არის პირველი სიუჟეტი, პირველი სცენა. ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ემალებოდა ღმერთს, ღვთის ხელებიდან გამოსული ქმნილება, გვირგვინი ქმნილებათა, ცოდვით დაცემის შემდეგ ემალება მას. რაც უაზრობაა. სიამდვილეში ვერ დაემალა. მას სურდა, რომ დამალვოდა, მაგრამ არ გამოუვიდა დამალვა. ეს იყო პირველი რეაქცია და ამ დღიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ ვაგრძელებთ ადამისა და ევას, პირველი ადამიანების საქციელის ჩადენას, გაკეთებას. მათ მსგავსად ვიქცევით. როდესაც ღვთის ხმის გაგონებისას ვემალებით თავად, როგორც ცოდვილები და ვმალავთ ჩვენს ცოდვებს, იმიტომ რომ ყველას გაგვაჩნია ცოდვები. მინიმიზირება. მინიმიზირება ხდება, როგორც ვთქვით, ორნაირად. დიდი არაფერი ჩამიდენია, როცა ასე ვაფასებთ. ან დიდი ხნის წინ ჩამიდენია. სისხლის სამართალში და არა მარტო სისხლის სამართალში, სამოქალაქო სამართალშიც. არსებობს ასეთი ცნება, ხანდაზმულობის ვადა. რაც ყველა მიცის, არ არის საჭირო იყო იურისტი, რომ ვიცოდეთ, რას ნიშნავს ხანდაზმულობის ვადა. თუ დანაშაულის ჩადენიდან გავიდა კანონით დადგენილი დრო, ვადა ხანდაზმულობისა, დანაშაული ქრება. რას ნიშნავს ქრება? არ ისჯება ადამიანი ამ დანაშაულის გამო. და ჩვენ გონია, რომ ამის მსგავსად ჩვენ მიერ ჩადენილი დანაშაული რაღაცა დროის შემდეგ დარჩება დაუსჯელი. ჩვენ გონია, რომ ცოდვებს აქვს ხანდაზმულობის ვადა. გეკითხებით, აქვს ცოდვებს ხანდაზმულობის ვადა? რა მნიშვნელობა აქვს 5 წლის წინ ჩაიდინე ცოდვა 10 წლის წინ თუ 50 წლის წინ? აქვს ცოდვებს ხანდაზმულობის ვადა. სხვათა შორის არსებობს დანაშაულები სისხლის სამართალში, რომლებსაც არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა. არ გააჩნია, არსებობს ასეთი დანაშაულებიც. ზოგიერთი დანაშაულისათვის, ზოგიერთი მოქმედებისთვის არის გათვალისწინებული ერთი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ზოგიერთისთვის სხვა ხანდაზმულობის ვადა. მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ცოდვას არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა. არსებობს ასეთი მცდარი წარმოდგენა, თუ
ჩვენ არა ვართ დამნაშავეები მუცელღორობის, ანუ გაუმაძღრობის, ანუ ნაყროვანების ცოდვაში, ან მრუშობაში, მეძაობაში, გარყვნილებაში, მაშინ თითქმის 6 ფრთიანი ანგელოზები ვართ. თითქმის. ჩვენ მგონია, რომ ყველა ცოდვა დაიყვანება ამ ორ ცოდვაზე. მუცელღორობა და გარყვნილება. თითქოს ამ ორი ცოდვის გარდა სხვა ცოდვები აღარ არსებობს და ვამბობთ სხვა ცოდვებზე, დიდი არაფერია, რა მოხდა მერე. მაგრამ რა უყოთ სხვა ცოდვებს? რა უყოთ პატივმოყვარეობას? რა უყოთ შურს? თუ არ ვცოდავთ მუცელღორობით ან გარყვნილებით და ვცოდავთ პატივმოყვარეობით ან შურით, განაცოდულები არა ვართ, განაცოდვას არ ჩავდივართ და თანაც მძიმე ცოდვას. რა უყოთ მრისხანებას? რა უყოთ ანგარებას? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ნამდვილ ჭყალებში ცოდვებს, მუცელღორობას გულისხმობ და გარყვნილებას და სხვა დანარჩენს, ისე რა ცოდვებს, ნაკლებად მძიმე ცოდვებს. სიამდვილეში ასე არ არის. მიდი და ეკამათეთ წმინდა გრიგოლ დიდს, მიდი და ეკამათეთ ეკლესიის მამას და მოძღვარს, რომელმაც ეს ორი ცოდვა, მუცელღორობა და გარყვნილება დაასახელა როგორც უკანასკნელი მძიმე დიდი ცოდვები. ხოლო პატივმოყვარეობა, შური, მრისხანება და ანგარება, როგორც სულიერი ცოდვები, უფრო მძიმედ მიიჩნია. მე ნუ მეკამათებით, წმინდა გრიგოლს ეკამათით. როდესაც მან დაასახელა 7 მთავარი ცოდვა, ამ პარტავნების სიამაყის 7 ნაყოფი პირველ ადგილას პატივმოყვარეობა მოიხსენია. მერე შური, მრისხანება, ანგარება, შემდეგ იმედგაცრუება, დაღვრემილობა, სულიერი ცოდვები და ბოლოს მე-6 მე-7 ადგილას მუცელღორობა და გარყვნილება. თუ ვინმეს გონია, რომ ის არ არის მრუში, არ მრუშობს, არ ღალატობს მეუღლეს, არ აქვს მას გარყვნილი აზრი და არ არის მუცელღორი და ამიტომ არის წმინდანი და არაფერს არ შადის, წარეცდება. მე არ გამიგია, რომ ეკლესიიდან ვინმე განუკვეთავთ შურისთვის, პატივმოყვარეობისთვის, იმედგაცრუებისთვის, ანგარებისთვის, მრისხანებისთვის, მრუშობისთვის უამრავი. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ცოდვების მინიმიზირებას, როდესაც ვამბობთ, არაუშავს, ეს არ არის დიდი საქმე, ეს არ არის დიდი ცოდვა, თავარი არ ვიმრუშო და არ ვიყო ლოთი. ყველაფერი ასატანია. ან ესა თუ ის ცოდვა გამიკეთებია დიდი ხნის წინ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი გზა, ასეთი დამალვა ცოდვისა, ასეთი დაფარვა ცოდვისა არ მუშაობს, ეფექტური არ არის. მაინც ვერ თავისუფლდებით. შთააგონეთ, რამდენი ძგნებავ თქვენს თავს, ეს არ არის დიდი ცოდვა. შთააგონეთ, რამდენი ძგნებავ თქვენ თავს, ეს მე გავაკეთე დიდი ხნის წინ, 30 წლის წინ. აღარც კი მახსოვს. ღმერთის სამჟავროს ახსოვს. თქვენს ცოდვას, ჩემს ცოდვას ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ყველა ჩვენგანი წარუდგებით ღვთის სამჟავროს წინაშე. და ყველა ადამიანი პასუხს გასცემს თითოეული თავისი სიტყვისთვის, ფიქრისთვის, გრძნობისთვის და საქციელისთვის. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. ჩვენ კი ვცდილობთ მინიმიზირებით თავი დავახციოთ ჩვენს ბრალს. მეორე გზა ცოდვის დაფარვისა. მეორე გზას უწოდებენ
გონივრულობას, მიზანშეწონილობას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ შემდეგნაირად. ყველა ასე აკეთებს და მეც იმიტომ ვაკეთებ. ეს არის რაციონალური მიდგომა ცოდვის მიმართ. ცდელობა დაფარვისა, გადაფარვისა, დამალვისა. რომ ჩვენი თავი ვანუგეშო და უთხრათ ჩვენ სინდის, არ აუშავს. ნახე, რამდენი ადამიანი აკეთებს ამას. და მეც ვაკეთებ. რაიმე სხვას ვაკეთებ? ყველა ამას აკეთებს, თითქმის და მეც ვიმეორებ. რა იყო ცოდვა ისრაელიანებისა, როდესაც მეფე მოითხოვეს? უпростоრად, რატომ მოითხოვეს მეფე? რა იყო მათი არგუმენტი, რომელთაც ისინი წარდგნენ სამუელის წინაშე და უთხრეს, ჩვენ გვინდა მეფე. რითი იყვნენ ისინი აღძრულები, რამაც გამოიწვია დიდი აღშფოთება დიდ წინასწარმეტყველში და ღმერთმა ჩაუთვალა მათ ეს როგორც დიდი ცოდვა. მათ არც კი ეგონათ, რომ რამხელა ცოდვით შესწოდეს უფალს. უფალმა თავისი ნიშნით დაარწმუნა კიდეც ისრაელიანები. გახსოვთ ხომ ეს ისტორია? დაარწმუნა კიდეც, როდესაც მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, რომ გაეგოთ ღვთისშვილებს რამხელა ცოდვით შესწოდეს. მათ არ ჰქონდათ ამის გაგება. რატომ? ისინი ფიქრობდნენ შემდეგნაირად, ყველას ყავს მეფე, მოდი ჩვენც ყავდეს მეფე. აი ამას ქვია ცოდვის დამალვის გონივრული, მიზანშეწონილი, რაციონალური მეთოდი. ისინი, ასე ვთქვათ, მიუვარდნენ სამუელს, თუ შეიძლება უხეშად ითქვას და დაუწყეს სწავლება, ყველას ხომ ყავს, ჩვენც ყავდეს, მაგრამ იყო განსხვავება მათ შორისსა და ყველას შორის. მათსა და ყველას შორის იყო განსხვავება. ყველა ისინი იყვნენ წარმართები. ხოლო ესენი, ისრაელიანები, იყვნენ ღვთისშვილები. ისინი სხვანაირად იმართებოდნენ, სხვანაირად ცხოვრობდნენ, სხვანაირად ჭამდნენ, სხვანაირად სვამდნენ, სხვანაირად მღეროდნენ, სხვანაირად დადიოდნენ. უფალი ამბობს, იყავით წმიდა, რამე თუ მე ვარ წმიდა. ღვთისშვილები განსხვავდებიან სხვებისაგან. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიჩემებ და ვამბობთ, ყველა ამას აკეთებს და მეც, ეს არის მცდელობა ჩვენი დანაშაულის, ჩვენი ცოდვის გადაფარვისა, დამალვისა. დავიხსენოთ, ისრაელიანებიც იმავეს აკეთებდნენ. ყველას ყავს მეფე, მაგრამ ღმერთს სურდა, რომ ის ყოფილიყო მეფე. ასე ხდება ზუსტად, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ქვეყნიერებიდან მოვიტანოთ ის, რაც ქვეყნიერებაში არის პოპულარული, მიღებული, ის, რაც ქვეყნიერებაში არის მოსაწონი. მოვიტანოთ ეს ყველაფერი და დავნერგოთ ჩვენს წიაღში. იქნება ეს მართლობა, იქნება ეს ქებადიდება, იქნება ეს ლოცვა, იქნება ეს შეკრება, ნებისმიერი რამ, პირადი ცხოვრება, ღვთისმსახურება, ის რაც ჩვენ მოგვეწონა იქ, შემოვიტანოთ აქ, მაგრამ არსებობს განსხვავება. მის ერთსა და არა მის ერთს შორის. როგორ წერია, არა ჩემი ერი გახდება ჩემი ერი. ყოვლა დაუშვებელია აი ამ მიდგომით ჩვენ გაუმკლავდეთ ან გავაქროთ ცოდვა ჩვენი ცხოვრებიდან. მესამე გზა ცოდვის დაფარვისა იწოდება კომპრომისის გზად. რას ნიშნავს კომპრომისი? არსებობს ასეთი წარმოდგენა. იმისათვის, რომ გააჩვენო შენი სინდისი, იმისათვის, რომ შენ ნაკლებად ინერვიულო შენ ცოდვაზე, საჭიროა ხშირად ჩაიდინო ის. პირველი არის ყოველთვის რთული. პირველი მრუშობა, პირველი ქურდობა, პირველი შური, პირველი ლოთობა,
პირველი ჩადენილი ცოდვის შემდეგ სინდისი ქეჯნის, მაგრამ იმისათვის რომ გააჩუმო ეს სინდისი, გაიმეორე. მეორეჯერ, გაიმეორე მესამეჯერ, გაიმეორე მეოთხეჯერ. და ის შემდეგ ისე შეეგუები ამ ცოდვას, რომ ვერც კი გაიგონებ სინდისის ხმას შენს გულში. ეს ხმა მიყუჩდება. მაგრამ გეკითხებით, მუშაობს კი ეს გზა და ეს მეთოდი? როდესაც ჩვენ ასეთნაირად ვცდილობთ ჩვენი ცოდვების დამალვას, ჩვენში, როცა ვცდილობთ დავემალოთ ჩვენს დანაშაულებებს, ჩვენს ცუდ საქციელს, განმეორებითი მოქმედებით, თქვენ გაგეცინათ კიდევაც, ხომ? უაზრობა, მაგრამ ეს არის სუფთა იშმაკური, ხერხი და ხრიკი. ზოგჯერ ადამიანს ეკითხები, აი, როდესაც ამას აკეთებდი, ქონდა სინდისის ქეჯნა. და ის პასუხობს, არა, არ მქონია. საერთოდ არ მქონია. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი ეს არის გამეორებითი, ხშირი ჩადენა ერთ და იმავე ცოდვისა. ასე ვთქვათ, ამ დროს სინდისი იწვის, აღარ რეაგირებს. როდესაც ინდიკატორში, დენის მაჩვენებელ ხელსაწყოში ძალიან დიდ დენს გაუშვებ, შეიძლება ის გამოვიდეს წყობიდან. აღარ აჩვენოს აღარაფერი. სინდისი ჩვენში ეს არის ღმერთის ხმა, რომელიც მიგვითითებს, გვეუბნება, გვამხელს. ყველა შეგიძლიათ ცხელი ჩაის მირთმევა ან ცხელი ყავის მირთმევა. კი, იმიტომ რომ თქვენი ბაგეები უკვე მიჩვეულია. იმისათვის რომ ცხელი დალიო, უნდა მიაჩიო ცოტ-ცოტა და შემდეგ გაგიუხეშდება ეს ბაგეები. ისე რომ უკვე მდუღარეთ შეგიძლია დალიო კარგად. იმისათვის რომ მიაჩიო შენი თავი ლოთობას, რა არის საჭირო? ბევრი დალიო. ეცით კუჭი არის კუჭი ოხერი რამა. ის შეიძლება პატარა იყოს და შეიძლება დიდი იყოს. გააჩნია როგორ მიაჩვევ მას. ის ან ქორი, ან ღორია. ან ქორი, ან ღორი. რატომ ქორი? ქორი წოტას ჭამს, ღორი ბევრს ჭამს. მიჩვევა, კომპრომისი, გამეორება. ეს არის არჩეული ჩვენ მიერ გზა. ცოდვის გაქარწყლებისა, აღმოფხრისა ჩვენ ცხოვრებაში. მეოთხე გზა, როდესაც ჩვენგან ვიშორებთ ცოდვას, ეს არის გადაბრალება. გადაბრალება, აი ეს მიდგომა, ეს მეთოდი იმდენად ძველია, რამდენადაც ძველები ვართ ჩვენ ადამიანები. გავიხსენოთ პირველი დიალოგი ღმერთსა და ადამიანს შორის. როდესაც უფალმა დაუსვა კითხვა, სად ხარ? რა მოხდა? რა ქენი? რა მდგომარეობაში ხარ? რა უთხრა ადამმა? უფალო შევწოდე, მომიტევეო, ასე უპასუხა? არა. დაიწყო გადაბრალების მთელი ციკლი. პრაქტიკულად მინდა გითხრათ, რომ ადამმა ღმერთი დაადანაშაულა ირიბად. რატომ? უთხრა, სანამდე არ მყავდა მეუღლე, ყველაფერი რიგზე იყო, როგორც კი გამიჩნდა ეს მეუღლე. შენ მომეცი თან ეს მეუღლე და შენმა მოცემულმა მეუღლემ შემაცდინა. სამართლიანმა მკითხველმა ამ სიტყვებისა შეიძლება თქვას, ღმერთო ჩემო, რამხელა უმადურობა. რამხელა უმადურობა. ღმერთმა ყველაფერი გააკეთა.
ყველაფრით უზრუნველყო. ღმერთმა აკურთხა ადამიანი. და იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაედანაშაულებინა და როგორც სოლომონი ბრძენი გვასწავლის, ვინც აღიარებს და მიატოვებს, ის იქნება შეწყალებული იმისათვის, რომ ეღიარებინა ცოდვა. რა გააკეთა? რით შეეცადა ცოდვის დაფარვას, გადამალვას? გადაბრალებით. გადაბრალებით. აი მე ასეთი იმიტომ ვარ, რომ ბავშვობაში მშობლებმა ასეთნაირად აღმზარდეს. კარგი, ხო ჩაიარა ამ ბავშვობამ. აი ეს იმიტომ მოხდა, რომ არასწორ ადგილას დამაბიჯეს. ჩვენ მუდამ ვეძებთ, უხეშად რომ ვთქვათ, განტევების ვაცს. ვიშვერთ თითს და ვეძებთ ბედს სხვის თვალში. იმის თვალსაჩინო რომ დავინახოთ დირე, მორი, დიდი ხისნაჭერი ჩვენს თვალში. გადაბრალება იმდენად ძველია, როგორი ძველია კაცობრიობა. გადაბრალების ყველაზე უკიდურესი ფორმა ეს არის, როდესაც ჩვენ ღმერთს ვაბრალებთ. როცა ღმერთს ვადანაშაულებთ. ღმერთო, შენი მოცემული რაღაცა კურთხევის გამო დამემართა მე ეს. რა თქმა უნდა, ადამიანს არ დაემართა ეს, იმიტომ რომ უფალმა გამოუჩინა კურთხევა მის ცხოვრებაში, მაგრამ მან ასეთნაირად გადაწყვიტა ცოდვის გადაფარვა და დამალვა. და ბოლო გზა, რაც დღეს შეიძლება ჩვენ ვთქვათ, ეს არის საკუთარი თავის გვემის გზა. როცა ჩვენ თავად ვირჩევთ რაღაც სისტემას, რაღაც იდეას, რაღაცა ფორმას, საშუალებას, გადავირჩინოთ საკუთარი თავი. და ვისაჯოთ საკუთარი თავი. გამოვისყიდოთ ჩვენ თავად ჩვენი დანაშაულები. და ამით ვცდილობთ ჩვენი ცოდვების გაქარწყლებას, განადგურებას ჩვენ ცხოვრებაში. მუშაობს კი ეს გზა? არა. იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის გადარჩენა. არ შეუძლია საკუთარი ცოდვების გამოსყიდვა. სწორედ ამ მიზეზით მოვიდა ღმერთი ამ ქვეყნად. ადამიანს რომ შეძლებოდა საკუთარი ცოდვის გაქარწყლება, ღმერთი საერთოდ არ გამოჩნდებოდა. მაგრამ რატომ გამოჩნდა ღმერთი? რა არის ღვთის გზა? რატომ გამოჩნდა ღმერთი? ებრაელთა მიმართ წერილში მე-9 თავში 26 მუხლში ვკითხულობთ პასუხს, რატომ გამოჩნდა? რომ რაღაცა გაეკეთებია ჩვენი ცოდვებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი გზა, ჩვენი საშუალებები, ჩვენი მეთოდები, ჩვენი მიდგომები ცოდვის გასანადგურებლად არ მუშაობს. არ მუშაობს. არ ქრება ცოდვა. არც მინიმიზირებით, არც ეგრეთ წოდებული მიზანშეწონილობით, არც კომპრომისით, არც გადაბრალებით და არც საკუთარი თავის დაჟით ან გვემით, ჩვენ მიერ არჩეული თვითნებური მსახურებით და თაყვანისცემით. არ მუშაობს ეს ყველაფერი. ამიტომაც ღმერთმა გადაწყვიტა თავად დაემარცხებინა ეს ცოდვა. გაიქარწყლებინა ეს ცოდვა. გამკლავებოდა ცოდვას. აი რა საუცხოო სიტყვებია. ის კი ერთხელ საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, ქრისტეზეა ლაპარაკი, საუკუნეთა დასასრულს, უკანასკნელ ჟამს, თავისი მსხვერპლით ცოდვის აღსაკვეთად, სხვა თარგმანში გასაქარწყლებლად, სხვა თარგმანში გასანადგურებლად. და რანაირად გაანადგურა მან ჩვენი ცოდვები? ცოდვები არ ნადგურდება მინიმიზირები და ასე შემდეგ. ცოდვები გაანადგურა ღვთის ძემ. არსებობს ერთი ასეთი ფილმი, არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა ეს ფილმი, როდესაც მანქანას, რობოტს სურს გახდეს ადამიანი. სიუჟეტი გაგახსენდათ? კი, ხო?
ცნობილი მსახიობი თამაშობს. მას სურს გახდეს ადამიანი. ყველაფერს აკეთებს, ყველაფერს ასრულებს. ავლენს ემოციებსაც ავლენს. და როდესაც კომისიაზე დგება, გონიერი რობოტია. კომისიაზე დგება, კომისია ყოველთვის უარს ეუბნება, რომ აღიაროს ის ადამიანად. იცით რატო? გახსოვთ სიუჟეტი რატო? ერთადერთი მიზეზის გამო. ერთადერთი. შენ არ შეგიძლია მოკვდე. შენ არ შეგიძლია მოკვდე, ამიტომ ვერ იქნები ადამიანი. რაც არ უნდა კარგი იყო, რაც არ უნდა გრძნობდე, რაც არ უნდა დიდებული იყო. და მას არჩევანი დაუდგა. შეეძლო გამختارიყო მოკვდავი და ამით ადამიანი და შეეძლო გაეგრძელებინა რობოტად ყოფნა და არ იგემებდა სიკვდილს. მაგრამ იმდენად მოუნდა ადამიანობა, იმდენად მოუნდა ადამიანად გახდომა, რომ გადაწყვიტა გამختارიყო მოკვდავი. აირჩია სიკვდილი. ღმერთს არ შეეძლო მომკვდარიყო, იმიტომ რომ ის ღმერთია. ღმერთს თავისი ბუნებით არ შეეძლო ტანჯვა და მომკვდარიყო, იმიტომ რომ ის ღმერთია. ღმერთს არ შეეძლო ვნება. იმისათვის რომ მომკვდარიყო, ის უნდა გამختارიყო ვინ? ადამიანი. იმისათვის რომ გამختارიყო ადამიანი, ის უბიწო ჩაისახა. გახდა ერთი ჩვენგანი ცოდვის გარეშე. და რა გააკეთა, რისთვის მოვიდა? იმისათვის რომ გამკლავებოდა ღმერთის ძე ცოდვას. იმისათვის რომ გაენადგურებინა, გაეკარწყლებინა, მოესპო ცოდვა. ჩვენ წავიკითხეთ როგორ, რა საშუალებით, თავისი მსხვერპლის საშუალებით, თავისი სისხლის საშუალებით, გამოსყიდვის საშუალებით, ერთადერთი ფასი, ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეიძლება ყველა ჩვენი ცოდვის გამოსყიდვა, ეს არის იესო ქრისტეს სისხლი. ამის გათვალისწინებით ჩვენი აღიარება ხდება ქმედითი და ხდება ჩვენთვის როგორც წამალი. ნეტარი ავგუსტინე ასწავლის და ამბობს, რომ ყველა ადამიანს ვიდრე ის ატარებს ხორცს, არ შეუძლია არ კონდეს თუნდაც მსუბუქი ცოდვა. აი რას ამბობს ეკლესიის მამა და მოძღვარი. ვიდრე მას გააჩნია ხორცი, არ შეიძლება რომ მას არ კონდეს თუნდაც მსუბუქი ცოდვა, ამბობს ეკლესიის მოძღვარი. შემდეგ ის აგრძელებს და ასწავლის. არ უგულებელყოთ, არ გააბაიბუროთ ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია როგორც მსუბუქი ცოდვები. იმის მიხედვით, თუ რამდენად წონით ამ ცოდვას. პირიქით, დაითვალეთ ისინი, ამბობს წმინდა ავგუსტინე, და შეძრწუნდით. თავზარი დაგეცეთ. და შემდეგ აი ასეთ შეფასების სისტემას გვთავაზობს. ის ამბობს, რომ მსუბუქი საგნებიც, თუ ის საგნები ბევრია ერთობლიობაში, დიდ სიმძიმეს გვაძლევს. ისევე როგორც წვეთებით ივსება მდინარე, ისევე როგორც ამბობს ის მარცვლეული სიმრავლე, რაოდენ პატარა და მსუბუქი არ უნდა იყოს, დიდ გროვად იქცევა. არც ერთი ჩვენგანი, ამბობს წმინდა ავგუსტინე, არ არის მართალი. და შემდეგ სვამს კითხვას, მას უყვარს კითხვების დასმა. ის ამბობს, რისი იმედი გქონდეს, რაზე დავიმედდეთ? და თავადვე პასუხობს, ახსარებაზე.
და გულისხმობს იმას, რაც ჩვენ წავიკითხეთ, იმას, რასაც ამბობდა იოანე, ქრისტეს საყვარელი მოწაფე, თუ ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ის ერთგული და მართალი რას იზამს? მოგვიტევებს და გაგვწმენს. მოგვიტევებს და გაგვწმენს. იმიტომ რომ დაფარული, დამალული, გადამალული, გადაფარული ცოდვა მაინც იჩენს თავს და მოგვიტანს დიდ ზიანს, მაგრამ აღიარებული და მოტანილი ღვთის წინაშე, თუნდაც მსუბუქი, თუნდაც პატარა, ღვთის მიერ იესო ქრისტეს სისხლით სამუდამოდ ხდება განადგურებული და განწმენდილი. და ბოლოს ვიტყვით იმ საოცარ სიტყვებს, რომლებიც ჩვენ გვესმის აღთქმაში, რომელშიც ვდგავართ ღვთის წინაშე, ახალ აღთქმას გულისხმობ. მე ვიქნები თქვენთვის ღმერთი, თქვენ იქნებით ჩემი ერი და აღარ გავიხსენებ თქვენს ცოდვებს. წავდგეთ მის წინაშე და ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები.